ძალიან მოწყალე გული ქონდა, აი ყველაფერი და ყველაფერი ეცოდებოდა, მოკლედ და მაგალითად ერთი ესეთი ცნობილი სასწაული იყო, რომ პალმის ხე იყო. ხო და სახარებაში არის ისევ ეს, რომ რომელმან არა გამოიღოს ნაყოფი, ხე უნდა მოეკვეთოს და ცეცხლსა დაეტოს და სხვათა შორის საქართველოში ესეთი ტრადიცია იყო, რომ დიდ ორშაბათს იკითხება ეს სახარება, სადაც ეს წერია. დიდ ორშაბათს, ანუ ნების შვიდეულის ორშაბათს გამოდიოდნენ ხოლმე სახარებით ხელში და ნაჯახით ხელში და აშინებდნენ ხოლმე ხეებს. ხეს უკითხავდნენ სახარებას, რომ აი რომელიც არ გამოიღებს ხეს რომელს იცით, ვინც ნაყოფი ვინც შეწყვიტა ან არ გამოიღვა რაღაცა და უკაკუნებდნენ ამ ნაჯახს და ეუბნებოდნენ, რომ თუ გაისაც არ გამოიღებ, მოგჭრით. ხო და აი ამ ხემ არ გამოიღვეს ნაყოფი და დაავალეს ამას, რომ უნდა მოჭრა, ძმამ უთხრა, რომ მოსაჭრელია ეს ხე და შეეცოდა ეს ხე, ნუ რაღაცნაირად. ხე შეეცოდა. და აკურთხა ეს ხე მოკლედ და იმის შემდეგ იმხელა იმდენი ნაყოფი გამოიღო. პალმის ხე იყო. ნუ ფინიკი. რომ მერე უკვე არაჩვეულებრივი და მრავალ ფინიკს იძლეოდა ეს ხე და ეს